ძალიან მშვიდობისა. 7 საათზე გამეღვიძა. ახლა ვის ნახევარი. მინდა რომ ყავა გავიკეთო. ხოდა მე მინდა რომ თუ ვინმე სენდოება და ვისაც სენდოება იმას სხვაზე წავიდე. 8 საათისთვის. კარგია მინდია ძალიან ახლა რა ვიცი. იმედია რომ სხვაც კარგი იქნება. ასე მანდა ცხნად ყველას მოგესალმებით, ყველას დილა მშვიდობისა. გუშინ რაღაც ხასიათზე ვიყავ, იმიტომ რომ ცოტა წავიჩხუბენით ისეთ თემაზე, რაც საერთოდ არ იყო არაფერი დასაჩხუბი. ვერ გადამეწყვიტა სად რა გვეჭამა გუშინ რა. ანუ იტამეთხრა ფული მქონდეს და არც ვერ გადავწყვეტო და იმიტომ ვერ გადამეწყვიტა რომ აჭარული მინდოდა. ცხელოდა. ფეხი წასვლა არ გამოვიდოდა. 2 კილომეტრი და რაღაცა აქედან. და მანქანით წასვლა არ უნდა. აქედან ტაქსი გამოიძახეო. 3 ლარი იქნება. და ყველაზე ჩვეულებრივი ტაქსი იყო 8 ლარი. ხოდა მე სამ გავბრაზდები. ანუ მივდივართ. მზად ვარ რომ გადავიხადო. და რატოა პრობლემა რომ მანქანით რომელიც ყავს წავიდეთ იქამდე და რატომ გამოვიძახო ტაქსი. ძალიან მეშლება ხომ ეგეთ რაღაცებზე ნერვები. იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ყველა უნდა აკეთებდეს იმას რაც შეუძლია. შეიძლება ყველა ერთნაირად არ აკეთებდეს, მაგრამ ვისაც რა შეუძლია იმას ხო უნდა აკეთებდეს. მიდი ყველაფერი შენ და მე ვიწვევი, ეგრე არ არის ცხოვრება. მე ამის თქმა მე იმ მომენტში ბრაზდებია, ვიცი უხეშად. აქ დადის ქალი, ეხაც მოდის. ასაკოვანი ქალია. პალტოაცია თუთის და ახურია ქუდი. ეს არის. ახლოდან მაინც ვერ დაინახავ და არც გაჩვენებთ ახლა. მაგრამ მეკონა რომ შეიძლება რამე ალცჰეიმერი ან რამე აქვს ხო რა. რადგან ესეთ არის ამ სეზონში. რა მე მგონი არაფერი არ აქვს, იმიტომ რომ შეფხვდა ერთხელ და ბონი დაუყეფა. და მიეფერა მიალერსა ბონის, იმიტომ მიყეფავსო რომ უნდა რომ მოვეფერო. ხო და ის გონი არაფერი ახშენი. ეგეთი პრობლემა არ აქვს. ტრადებს აქ ჩვენ ეზოში მოდის და აჭმის. ხო და თვალებისო ჩაწითლებული აქ ხოლმე. ნამტირალებით. რაღაცნაირი შემეცოდება ხოლმე. ანუ თვალები რო აქ ეგეთი.
ხო და მოგეთ მე როგორც იქნა შევთანხმდით იმაზე რომ ეს ყველაფერი რომ გამოვთქვი ჩემთვის ჩემი ბურად წავიდეთ და კაიო მაგრამ მე ანდრიას გონდა მათემატიკა ონლაინ უტარდება ხოლმე და ისა ვეღარ ვასწრებდი სანამ ეს ამბები მოვაგვარეთ სიტყვიერად ვეღარ ვასწრებდი და წავსულიყავით და ვეჭამა და მოვსულიყავით ანუ პირველი ნახევარი იყო უკვე და 2-ზე ეწყება ანდრი ვესკი თავსახურისა წავიდა და უცებ დავინახე ვაგერში მოუდიათ ესენი ჩაულაგები ესენი სუყები ხო აი ჩვენ სახლში ხო ესეა სუდა აკაცაკე შემოუთი ხოდა მოკეთ დღეს უნდა წავიდეთ აჭარულის საჭმელად არ ვიცი იმაზეც ვფიქრობდი რომელი აჭარული ვჭამოთ თქვენ ხო მითხარით რომ გიასი ან მამუკასიო ეხლა გაგაცინოთ და გითხრათ რომ მე გია და მამუკა ერთია და მეგონა ანუ მამუკა მეგონა გია ხოდა მე გუშინ დავსერჩე თქვენად თამიან გამომდინარე და აღმოაჩინო თურმე ერთი და იგივე ადამიანი არ არის და ის აქვს რა ქვია თავისი აქვს გიას 26 მაისის ქუჩაზე რომელიც საერთოდ არ ვიცი მე სად არის აუ შენი არ ვიცი რატომღაც გული აღარ მიმიწევს ცეროდენას კი არა და უკვე კრაფტ ფუდი სადაც არის იქ არა და ცეროდენა ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი იყო იცით თქვენ მე უბნებოდით ხოლმე რომ რა გინდა ცეროდენაში წადი რეტროში მაგრამ მე ვიყავ ერთხელ რეტროში და არ მომეწონა აჭარული აი ჩემთვის იდეალური გემოს აჭარული იყო ცეროდენაში კი ძახიან რომ ეხლა ცოლ ის არის რა ქვია ის ცხობელიაო და იგივენაირია მაგრამ სხვა გარემო იქნება რაღაცა და რა ვიცი შეიძლება ცეროდენაში წავიდე მაგრამ რაღაც არ მინდა ხო და რადგან რეტრო არ მომეწონა გიასთან წავა ხო სხვადასხვა რეტრო და გია ხალხო ერთი და იგივე ხო ხოდა მოკეთ ეგრე დღეს არის 27 დღევანდელი დღეც ჩავთვალოთ 27 28 29 30 31 4 დღე დაგვრჩა წასვლის დღის გარეშე და წასვლის დღიანად 5 ბათუმში აი აფერისტი ხალხი არ მიყვარს რა გავაკეთო რა გამახსენდა რაღაცები რა ვქნა
ანუ აი ერთს რო იძახიან და მეორეს რო აკეთებ, რამდენია ეგეთი ვაიმე. ანუ ჩემო და ოჯახში შეიძლება მქონდეს ეს პრობლემა, ის პრობლემა, 1000 პრობლემა, მაგრამ აი ეგეთი ადამიანი მადლობა ღმერთს რო არ ამყავს, აფერისტი. ეგეთთან ერთი დღეც ვერ გავცლებდი. მატყუარები და აფერისტები ვარენ. და აი გამოთქმა როა ნახადუ რო იგონებენ ყვირებს რა. აი ესე. და მე რო გავაქირავე ბინა. იმაზე ცხოვრად მოყვარული რომ ეგონა ის გოგო და პათოლოგიური მატყუარა რო იყო სინამდვილეში. და ჯეკი დაიჭირა. ისეთი, ანუ ვამჩნევდი და ტიპი აი მე რომ მელაპარაკებ, ამ წუთას იგონებს რაღაცზე. წარმოგიდგენიათ? აი ეს სტაბი ეს არის ძალიან კარგი სტაბი, რომელიც გამოვიდა რომ ეჩუქა ევას. თუმცა მე წინააღმდეგი ვიყავი. და ის არაფრით არ უკავშირდება ხალხო აქაურ ინტერნეტს. აი არაფერი საერთოდ არ ხედავს. ეგეთი რაღაცა, აი თორნიკეს ტელეფონზე მქონდა ნანახი. და ეს მეორეა რა. ანუ პროსტა არაჩვენებს. და უსაყვარლესობა ეს არის. დამღეთები. ევამ ეს ქვები გუშინ მოიტანა ზღვიდან. მე რა ვირისთვის მოიტანა, მაგრამ მოიტანა. დავაკავშირე. ჩვენს ინტერნეტ. მასაც 9400 ვართ, მადლობა თქვენ. აი მე საყვარლები ხართ. შევედი. შენ აი ლამაზ გოგოზე როგორ უნდა დაწევო ცუდი თუ სულით ბოროტი არ ხარ და შურიანი თვითონ შენი მაგით არაფერი დაგაკდება ჩემო ლამაზო უნჭიესო გოგო არა ძვირფას მე არაფერი დამაკრდება. ნამდვილად, მაგრამ როგორც შენ თქვი მართლა ეს ადამიანი არის რა ვიცი ან საერთოდ ყველა ადამიანი ძალიან უჭირს, იმიტომ იქით ოთახში მიდევს ის ტელეფონი. ყველა ადამიანი, რომელსაც უნდა სხვას გული ატკინოს, არის ბოროტება. აუ, გადახარშულია, მჟავე გემოაქვს. და ძვირფასო მიდი. ვაფშე ჩაკრა. ვერ იჭერს იქ. ერთი კომენტარის საკითხვა მოვასწრე. It's okay. რაღაცნაირად დიდი დავიღალე. ანუ რაღაცნაირად ვერ დავისვენე თითქოს და დავიღალე. ანუ მინდა სახში წასვლა რომ იქ დავისვენო. არ ვიცი რატო. არა და ეს რამდენიმე დღეა ხო, ჩემი ისიც დამთავრდა მარათონი და ვლოგებსაც ნაკლებად ვიღებ. მაინც კატასტროფა გავაკეთე. მომშაო, გემური, საშინლად ტკბილი. ანუ 7 გრამი ეს შაქარი არის ძალიან ტკბილი, მაშინ როცა იმ შემთხვევაში ჩვეულებრივია.
ვერ დავლევ ამას. ყავა გავიკეთე ქვია რა. დავაკოლე. ლელა სიმინდი გემრიად მითინი ისე ჭყინდი ნაკლებად მიყვარს ხო მეც რაღაცნაირ წყალსავით არის. არა და ხო იცლება რომ ეგ არის კარგი. ნინი ულამაზესი გოგო ხარ სასწავლო ფორმაში რუჯი გიხდება თმა სასწაული შენზე ვინ უნდა თქვას ვარ ყოფილი სილამაზე ნიჭი ყველაფერი შენშიანი და ვერ აუტანია ეს ყველაფერი გულთან არც უნდა მიიგარო მადლობა ჩემო საყვარელო როგორი კარგები ხართ აი ჩემები ვინც ხართ ძალიან კარგები ხართ ჩემი სულის და გულის ადამიანები ვინც ხართ იმიტომ ვამბობ რომ მინახია ადამიანები ჩემთან კომენტარებში ანუ ისეთ ადამიანებთან მინახია მე ისინი რომ ანუ ეს მათი საყვარელო ბონიკო ერთი ციდა ჰირმა ევი რა საყვარელი და ლამაზი ხარ დედიკოსავით ულამაზესო მადლობა ძვირფასო ევი ჩემზე ლამაზია და უნდა იყოს კიდეც ია ნინი ჩემო კარგო როცა ეთამაშები ბონის ხელით დაიბანე არ გეწყინა ჩემო გოგო აი როგორ არ მომეწყინოზე რა ბონი ჩემი შვილია ფაქტიურად და ხელი რატომ უნდა დავიბანო ის არ არის ბინძური არც გარედან არ არის ბინძური არც შიგნიდან არც ხორციელად არც სულიერად ანუ ყოველთვის დამუშავებულია ჭიებზე პარაზიტებზე გაკეთებული აქვს აცრები რატომ უნდა დავიბანო ხელი ოჯახის წევრებს რო ვერ კონტაქტები ჩემ შვილებს და ხელები უნდა დავიბანო ადამიანების ძალიან ბევრი ბაქტერიის მატარებელი ვართ და გადამტანი და თუნდაც კოცნის დროს სახიდან სახეზე უამრავი ბაქტერია გადადის პირი უნდა დავიბანოთ ანუ ანამ დაუწერა თქვენ ყავთ ძაღლიო და ეთყობა რომ არა მარიამ ნინი ლამაზო თბილისში როდის მიდიხარ 31-ში ძვირფასო ნინი საოცარი გოგო ხარ ძალიან მიყვარხარ მართალია ხშირად არ ვწერ კომენტარებს მაგრამ სულ გიყურებ იცი მე ხიზიყიდან ვარ პირდაპირ ზოგჯერ არ მოსწონთ ვერ ვიტან ვიღაცას რაც არ ეკუთვნის აუქს რომ უწერენ ამასთანავე ცუდი კომი იყო და პასუხი გავეცი ეხლა დამხვდა მისი მონაზერი ვაზელინი ხარო ნინისი ასე რომ სიცოცხლეში არავის შევტენი ვარ არაფრის გამო უბრალოდ ადამიანური ფაქტორია როდესაც მშვენიერი ხარ ან თუნდაც არ ხარ ვინ ხარ შენ ასე რომ უწერ ეს კი მის იდიოტობაზე მეტყველებს მაგრამ მაინც მიყვარხარ ნინი ძალიან დიდი მადლობა ნინი საყვარელო ძვირფასო ძალიან გამახარა მე შენმა კომენტარმა რა შუაში საერთოდ არაფერს შუაში არ არის ვაზელინობა მეც ზუსტად შენსავით პირდაპირ ვარ და არ მიყვარს არც უსამართლობა არც აფერისტობა და ჩემი ზუსტად ეგ არ უყვართ ხო და ეთყობა თვითონ არის ვაზელინა ტიპი და ხო იცი ადამიანი თავიდან გამომდინარე ფიქრობს ყოველთვის და შესაბამისა და ანუ თუ ადამიანს კარგს ეუბნება ესე იგი ეტენება ხდები სხვანაირად ვერ წარმოუდგენია იმიტომ რომ სინამდვილეში მის გულში კარგი სხვის მიმართ არ არის ხდები აი რატომ აქ მისი ის ჩანს ისი მე იამნი ამაი მე ვერ გიცხოვებ ნიქს ბოდიში ნინი გუშინ ამოვიდა შენი ძველი ვიდეო იკასთან რომ მიჩხუბე და მაშინ რომ ჩაწერე იმ პერიოდში შედებით როგორი შეცვლილი ხართ ორივე რა მაგარია ალბათ რაღაც პრობლემებს მართლა შველის დრო მაშინ თქვი დანგრევა ადვილია და შენარჩუნება რთულია სწორედ ასე არ ვიცი რამდენად შველის დრო ზოგ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ ცდილობ რომ მიიღო და მეორე იმას კი არ ცდილობს რაღაცა მოაგვაროს უბრალოდ შენ როგორ თქვა შენ ეგუები იმას რაც არ მოგწონს ან არ გინდოდა
და იმედი ქონდა რაღაც შეიცვლებოდა. ზოგ შემთხვევაში კი, ბევრს ცulis დრო, როცა ორივე მუშაობს და ორივე მონდომებულია. ხო და არ ვიცი, მე ჯერ იმ ეტაპზე ვარ, რომ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. თუმცა მე თვითონ მაქვს ძალიან დიდი კითხვის ნიშნები. ნახოთ. ეთიკო, ზუსტადაც რომ წერლების ბრალია გამხდარი ადამიანს ყოველთვის იკეთესთან და სილამაზესთან აკავშირებენ, ჭარბწონიანს კი ბოროტებასთან და სულთან სამწუხაროდ. არ ვიცი ძვირფასა სიგამხდრეზე და წონაზე რამდენად არის, იმიტომ რომ მაგალითად ფიფქიას დედინაცვალი გამხდარი, მაღალი გამხდარი ქალია და ანუ მაღალი გამხდარი და აი კეხიან ცხვირს კი აკავშირებენ, კეხიან ცხვირიანი ქალები არიან ხოლმე ჯადოქრები ხშირად. თუმცა დაბალი და პუტკუნებიც არიან, აი ურსულა როა მაგალითად. ვიღაცას დაუწერეს ურსულა ხარო იმაში TikTok-ში. ხარ მახსოვდა ეს ურსულა ვინ იყო და მე გამახსენდა. იმიტომ რომ მაგ პერსონაჟის სახელი არასოდეს ვიცოდი. ანუ გარეგნულად მიამგვანებ, მე იცი როგორ ამგვანებ ხოლმე, მე გარეგნულად კი არა, ტიპაჟურად. აი მე ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომელიც აი შიგნიდან არის ბოხმით გასიებული. ანუ არ აღნიშნულობა გარეგნულად სულქანია თუ გამხდარი. ანუ ტიპი რო გელაპარაკება, შენ ხედავ რომ ის გასიებულია ბოხმით. ანუ წონაში არ ვიძახე, შინაგანად. და ეგ არის ჩემთვის ურსულობა. ხო. და ანუ ეს სილამაზე არის დაკავშირებული სიყვარულთან, რომ უყვარ ხარ თუ ლამაზი ხარ. და იმედენად ცუდი რეკლამაა და ჩვენ თაობა მაგაშია გაზრდილი. ეხლა აი ჩემი შვილების თაობას, თორნიკე და ანდრიას თაობას რომ უყურებდი ხოლმე, რომ რა მულტფილმებსაც უყურებდნენ, ანუ იქ საერთოდ არანაირი ხაზი არ იყო გასმული არც გარეგნობაზე, ანუ მთავარი გმირი შეიძლება და ყოფილიყო ყველანაირი ის უყვარდათ ძალიან Gravity Falls-ი. ხო და ანუ მთავარი გმირი გოგო ხო იცით როგორი, აბსოლუტურად ჩვეულებრივი, მისი ძმაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი, მეგობრებიც, ანუ არავინ არ არის არც ძალიან ლამაზი, არც ძალიან უშნო, პუტკუნაც არის გამხდარიც, დაბალიც, მაღალიც და ყველა ნორმალური, არავინ არ არის რაღაცა ისეთი. ხო ხდებით რა? ანუ გამორჩეულობა არის ტიპაჟურობის მიხედვით და არა გარეგნობის მიხედვით და ბავშვობიდან ამას რომ უყურებ, რომ გამორჩეულია ის, ვინც პიროვნულად არის გამორჩეული, ძალიან ძვირფასია. ძალიან. მაგრამ ბავშვობიდან რო ეჩვევი იმას, რომ გამორჩეული არის ის, ვინც გამორჩეულია იმით, რაც მას არ დაუმსახურებია, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს წვლილი იმაში, როგორი გარეგნობა გვაქვს, ხო? მერე გვაქვს წვლილი სხვა დანარჩენში, ჩვენ ვინ ვართ, როგორ ვიქცევით, თუნდაც როგორ გამოვიყურებით მერე და ასე შემდეგ, მაგრამ თავიდან ხა ჩვენ არ ვირჩევთ როგორ გამოვიყურებით. და მარტო აი ამის მიხედვით ამას დაადო ყველა დადებითი თვისება ერთმანეთს შეკრა და თქვა რომ აი ეს არის. ნუ ხო, გაყიდვადია მარკეტინგულად ეგეთი რაღაცები, მაგრამ ძალიან დიდი დანაშაულია კაცობრიობის, ქალობრიობის წინაშე. აი ძალიან. და მე ხშირება ამოიწრო, აი მე ხალხო რა ხავქნა, არ ვიცი, ფოტოებს ვერ გადამიღე ფოტოებს. ფოტოების თუ გადავყირა ვიდეოებიც, მაგრამ უცებ ივსება 256 გიგაბაიტი არაფერში არ მყოფნის მე. ხო. ხო, კიდე რა მინდოდა რომ მეთქვა, ხო და ისეთ გარემოში თუ ხარ გაზრდილი და რომ იცი თავარი, ანუ ეგ არ გემუქრება, მაგრამ თუ მასე არ არის და დაკომპლექსებულ გარემოში გაზრდილი და გოგო ხარ, განწირული ხარ კომპლექსებისთვის გარეგნობასთან დაკავშირებული. და კიდე იცით რა მინდა გითხრა, ძალიან ლამაზი გოგოები კიდე. აი ვინც რო გაივლის და იტყვიან 8-დან 9, 10-დან 10, ეგენიც დაკომპლექსებული ყავთ მშობლებს იცით რატო? ეშინიათ რომ ამ სილამაზე მარტახ უყურს, რომ მე მესმის ეგეთის ხრივ და ანუ სხვა პონჩი აბულინგებენ ხოლმე, რომ აი შენ არ სწავლობ და უტვინო ხარ, შენ უნიჭო ხარ, ესეთი ხარ. ვიცი მე ეგეთი შემთხვევები და ანუ ამ სილამაზეს კი სულ უუფასურებენ ისე რომ ეტყვი შენ რომ ეს ანუ არც კი ჯერა ადამიანს რომ ესე გამოიყურება ხდები, ანუ ყველას თავისი ის აქვს.
დღესაჭირი. და ყველაზე მთავარი მაინც სწორი გარემოა სანამ ბავშვი ხარ და მერე უკვე შენ რო იმუშაო შენ სწორ გარემოზე და შენ მენტალობაზე ეგ. მანანა საუკეთესო გოგო ხარ, მინდა სულ ბედნიერი იყო. მადლობა. აი თუნდაც ახლა ვინც მე მიყურებთ, ხო? ვინც მე მიყურებთ და ისეთ ადამიანებს უყურებთ, ვინც ანუ არა მარტო მე, არამედ სხვებსაც ისეთებს უყურებთ, ვინც არის კონსტრუქციული, ვინც არის საკუთარი თავის მოყვარე, ვინც გასწავლით ფორმულებით, არამედ თავისი მაგალითიდან გამომდინარე, როგორ გიყვარდეს სამყარო, როგორ გიყვარდეს საკუთარი თავი, როგორ ენდო ადამიანებს მილიონი გულის ტკენის მიუხედავად, როგორ შეხვდე ყოველ დღეს სიხარულით, როგორ 10,000 ჯერ თანებების მე 10,000 მეერთად როგორ წამოდგე ფეხზე, ხო? აი ესეთი ადამიანები ვინც არიან და ამათ უყურებთ, ხო? აი თქვენ იქმნით, მე გარემო სწორს, მაგრამ ვინც უყურებენ იმ ადამიანებს, რომელიც არის აი დესტრუქციული, ანუ ყველაფერს უარყოფითად უყურებს, ყველას უარყოფითად აღიქვავს, საუბრობს ყოველთვის უარყოფითად, ანუ ეს ადამიანები ვინც ამათ უყურებენ, ხო? ანუ ისინი არ ცდილობენ გამოსვლას, ხვდებით? ანუ შეიძლება იმანაც კი ვინც ასეთებს უყურებს დადებით და თუნდაც პრაქტიკას და თუნდაც თეორიას ხო არიან, აი ფსიქოლოგები რო ასწავლიან და რაღაც. შეიძლება უყურებდე და მაინც ვერ გამოგივიდეს ადამიანს, მაგრამ ხო არის მცდელობა რა? და ის ადამიანები კიდე აი ჭაობში არიან და თავისნაირებს ეძებენ, რომ იქ იჭყუმპალო, იმათ არ უნდათ იქიდან ამოსვლა. ხო, და ვერაფერს თუ არიზა. მე თუ რამეს შეცდები რომ ქნა, ისინი შეცდებიან რომ შენ ჩაგიყოლონ ჭაობში. და რეალურად ეგ მე ქრისტეს გზა არის, რომ შენ უნდა გახდეთ მოწამე. და ამთავრა მოწამეობრივად. თუ მაინც ეცდები. თუ არა და უბრალოდ შენი ცხოვრება უნდა იცხოვრო, რასაც მე ვაკეთებ. უბრალოდ მე ვარ ქალი, ცოდვილი, ჩვეულებრივი, ცოცხალი, რომლის ცხოვრებაში არის სიყვარული, არის ვნებები, ვნება რა, სექსუალურ სარგულს მხოლოდ რაღაც ისადმი ანთებულობას გულისხმობ. სიყვარული, თუნდაც სიცოცხლისადმი, სამყაროსადმი, თუნდაც ზღვისადმი აი მე არ ვიცი რა არის ამ ქვეყანად კიდევ ისეთი ლამაზი ჩემს როგორც სხვა, აი მე არ ვიცი უბრალოდ სულაც რო აქ ვიცხოვრო, დარწმუნებული ყოველ ჯერზე როცა მას დავინახავ ძალიან ბედნიერი ვიქნები და აუცილებლად თუ მე აქ ბინას ვიყიდი, ისეთი უნდა იყოს რომ სხვა ჩანდეს. სხვა უნდა ჩანდეს აუცილებლად, იმიტომ რომ ჩემი სიყვარული, ჩემი გულია სხვა. ხო და გამოვიწყდა რა სამბუთი. ხო და ეს არა მთავარი რომ ცდელობა, დისციპლინა, სიყვარული. ანუ ისეთი ცოტა დრო გვაქვს. ერთი ქართული გოგოს ვიდეო შემოხდა ჩემი დეიდაშვილი თუ მამიდაშვილი არ მახსოვს გავაცილე უკანა გზადაო და რომ ცოდნოდაო რომ მხოლოდ 40 წელი ქონდაო სიცოცხლისო სულ სხვანაირად მოვიქცეოდიო სულ სხვანაირად ანუ გამომშვიდობებითაც სხვანაირად ანუ რომ მიდიხარ ადამიანთან და ბოლოჯერ ნახავ შენ ხო არიცი ბოლოჯერ ნახლობ და ანუ ისეთი ცოტა დრო გვაქვს და აი ამ ნეგატივში და ჭაობში და ჭორაობაში როგორ უნდა გავატაროთ გუში სხვაზე რომ მივდიოდი ორი ქალი მოდიოდა დედაშვილი პატარა ბავშვები მოყავდათ ერთი დედას ეჭირა ერთი შვილს დედა როგორ აი გადაკაფული ჭორაობდნენ ვიღაცებზე რა აი ძვლებს უმტრევენ რუსულად რო ამბობენ ხოლმე აი ეგრე და მე არ შემიძლია ეს უყარს დაიწყებს ხოლმე და მე არ შემიძლია არა თუ აყოლა არ შემიძლია სმენაც ცუდად ვხდები ეგრევე ანუ აი არ ვიცი მაგაში როგორ უნდა დახარჯო შენი დრო მე რინი დღეში ამდენ კალორიას იღებს უბრალოდ რამდენია საჭირო ყველა ადამიანს ძვირფასო აქვს თავისი აი ესე რომ მეკითხებიან ხოლმე ანუ არ აქვს სიამოვნებაში მნიშვნელობა მე რამდენ კალორიას ვიღებ იმიტომ რომ შენ მაგალითად გაქვს სხვა მონაცემი შენი წონა
ასაკი, სიმაღლე, ფიზიკური აქტივობა და მაგიან გამომდინარე ითვლება ყველა ადამიანის ინდივიდუალური კალორიაჟი. შესაბამისად, ინდივიდუალურად უნდა დაიცვალოს ყველა ადამიანისთვის. ეხლა დანარჩენ კომენტარებს მე წავიკითხავ, იმიტომ რომ ახლა უნდა წამოვყარო ესენი და ზღვაზე წავიდე. ეს კაბა ხალხო გადავჭერი. ასე მივდივარ. გოგოები ხვალ დადიან ხოლმე. თვითონ გუშინ დავაკვირდი, ესე მოდივები რა. ეს იყო, აი ნახე, ამ სიგრძე, ასე და აქ ესე როგორც ამასა ეგეთი ქონდა, მოვაჭერი და იქ მიყრია და უკან მარტო კვეთილები ქონდა და რატო? იმიტომ რომ ნახე კაბა შვენი რო ჩავიწყე, მომწონს. ეს, რა ვიცი, XS-ია, ჩემი სიმაღლეზე ტანის გოგო კი არიან, მაგრამ მე ძალიან ცოტა მინახავს და ჩემს იმ კეჭი იქონდეს და ჩემი კეჭი ისე პატარა, ის იმხელად დიდი იყო, რა ეს ცარიელი იყო შეგეთ რა, ანუ რომ ჩაგიცვა რომ ის შეგებსო. ხო. შესაბამისად ვერ ვიყენებდი ამ კაბას და გუშინ მოვაჭერი და იქ მიყრია ესენი. აი ესე კაბად გამოვიყენე და შესწავლა. ზღვაზე. აი ესე აკრობისტები შეთხმა. მე და ბავშვები წავართ.